შიომღვიმის მონასტრის მორჩილი 1993 წლის 5 თებერვალს ბერად აღიკვეცება და უწოდებენ შიოს. ბერის შიო 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს. 96-ში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბერ-დიაკონ შიოს მღვდლად აკურთხებს. მღვდელ მონაზონი შიო არის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახური, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი. ბათუმის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ კი 2001 წელს მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. პარალელურად წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობს. 2 წელიწადში მღვდელ მონაზონი შიო საქართველოში ბრუნდება. 2003 წლის სექტემბერში აზრგანშრომებელმა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რა თქმა უნდა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ახალი ეპარქია, სენაგისა და ჩხოროწყუს ეპარქია. და 7 სექტემბერს მოხდა გამორჩევა. სექტემბრის თვეში, 7 სექტემბერში ჩამოგზავნდა სენაგში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან, სამდელოებასთან, ახალ გამორჩეულ მღვდელმთავართან ერთად და სენაკის საკათედრო ტაძარში მოხდა წარდგენა მეუფე შიოსი. ძალიან დიდი იყო მაშინ სიხარული, ეხლა რომ მასწენდება დღევანდელ დღეს. მთელი სამეგრელო მოვიდა. ყვავილებით, მთელი რევლი, ეს არ იყო მარტო სენაკის სამრევლო. ყველა რაიონიდან ნახევარმა საქართველოს მოიყარა თავი, რომ აი ამ მოვლენის თანამონაწილეები ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა დიდი სიხარულით მიიღო სენაკმა მეუფე შიო.